ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, დარეგისტრირებულია 53,000 აბიტურიენტი. განათლების მინისტრის განცხადებით, საგამოცდო ცენტრები უკვე მზად არის და ადგილზე მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდებს ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. გივი მიქანაძემ ამ თემაზე პირველი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები. მის თქმით, წელს აპლიკანტების 79% არჩევანი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება. ორ დღეში იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად პირველი გამოცდა 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება და 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს საერთო ეროვნულ გამოცდებზე. მე მინდა თითოეულ მათგანს წარმატება უსურვო და მინდა დავპირდე სრული პასუხისმგებლობით, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ მათ ექნებათ თავისუფლად თავისი ცოდნის შესაძლებლობების რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა. საქართველოს უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად უფასოდ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ვიცით, რომ სკოლამდელი განათლება არის მთლიანად უფასო, თუმცა 2013 წლამდე ის ფასიანი იყო და როდესაც ჩვენმა გუნდმა მიიღო, პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღები უფასო გამხდარიყო, 30%-ით გაიზარდა ბავშვების რეგისტრაცია. ანუ ყოველი მესამე ბავშვი 2013 წლამდე უბრალოდ ბაღში არ მიყავდათ, იმიტომ რომ გადახდის უნარო იყო ოჯახები. სკოლა უფასოა და იცით, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები 2014 წლიდან ასევე ურიგდებათ უფასოდ. პროფესიულ სწავლებას როგორც სახელმწიფო კოლეჯებში, ასევე კერძო კოლეჯებში სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით აფინანსებს და ახლა უკვე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ხდება მთლიანად უფასოდ.